უძვირფასესო ტელემაყურებლებო. დღევანდელ გადაცემაში მე ვიხუმრებ მიხეილ სააკაშვილზე, ვიხუმრებ ბიძინა ივანიშვილზე და ასევე ვიხუმრებ პარლამენტარ აკაკი მინაშვილზე. ვისაც გგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ხუმრობა არ შეიძლება, გადართეთ თუნდაც GMG კინოგურმანზე. ვისაც გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილზე ხუმრობა არ შეიძლება, გადართეთ GMG სპორტზე. ხოლო ვისაც გგონიათ, რომ აკაკი მინაშვილია ხელშეუხებელი და მასზე ხუმრობა არ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, თქვენ არსად არ გადართოთ, მაგარი სასტავი ხართ. ლას-ვეგასში გათენდა, მზე ახლა ამოვიდა, ვაშინგტონში შუა დღეა, დაწვიმაც წამოვიდა, ამსტერდამში ახლა 7 საათია, ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი, სამანტა გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა, რობოტებსაც ეძინება, სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა, ფხენიანთა შელიგება, თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა, გამარჯობა ღამის შოუ იწყება. ახალი რჩეული მყავს. არა, ახლა ჩემმა მეუღლემ რო არ იეჭვიანოს, გეტყვით, რომ პოლიტიკაში მყავს მე ახალი რჩეული, იმიტომ რომ მომეწონა ერთი პოლიტიკოსი, მომეწონა მისი ხედვა, მომეწონა მისი ტაქტიკა, გეგმა, ასე ვთქვათ, მისი მოთმინება და ძალიან მინდა რომ მას გვერდში დაუდგე. მინდა რომ მასთან ერთად გავაკეთო დიდი საქმე, მაგრამ რა მაინტერესებს იცით, აი რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი თანამშრომლობა, რამდენად შედგება ჩვენი ტანდემი, მოხდება თუ არა ჩვენი პოლიტიკური გამარჯვება, ეს ყველაფერი რატომღაც წინასწარ მაინტერესებს, რომ დავგეგმო წინასწარ რომ ვიცოდე, რომ დავდგე თუ არა მის გვერდში. ჩემმა ძმაკაცებმა მასწავლეს სხვათა შორის, რომ შეგიძლიაო გააგზავნო თურმე SMS ველში, უნდა აკრიფო A2, შემდეგ ჩაწერო შენი სახელი, შემდეგ ჩაწერო იმ ადამიანის სახელი და დაახლოებით რამდენიმე წამში მოგივა, ასე ვთქვათ, SMS-ი დაგიბრუნდება უკან და გაიგებ თუ რამდენად წარმატებული იქნება შენი და იმ ადამიანის ტანდემი. ესე იგი A2, ჩემი სახელი ოთარი, მისი სახელი ბატონი ბიძინა. აბა გავაგზავნოთ. აი, მოვიდა პასუხი. თქვენი ტანდემის წარმატების შანსი არის 96%. აჰა, 96%. ერთი ნაბიჯი გაკლიათ საბოლოო პოლიტიკურ გამარჯვებამდე. აჰა, ძალიან კარგი. 96% ქონია ჩვენ ტანდემს. ერთი წუთი კიდევ ერთი მესიჯი მოვიდა. თქვენ აგარიჯზე დარჩა 8 თეთრი. აჰა. მოკლედ ბედი არ მაქვს რა, ბედი არ მაქვს. ახლა მე კი ვიცი რომ ჩვენი წარმატების შანსი და პოლიტიკური გამარჯვების შანსი 96%-ია, მაგრამ იმან ხო არის ის ერთი წუთი კიდევ ერთი მესიჯი მოვიდა. თქვენ ჩაგერიცხათ მე ამდენი თვლა არ ვიცი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის იზო მამიდა, მოგიკითხათ, მამიდა ჩემმა იზომ ყველა. იზო მამიდაც ჩაერთო პოლიტიკაში, ესე იგი ყოველ დღე ახალი ჭორები მოაქვს. მოაქვს. მოგიყვებით. თურმე იმ დღეს მამიდა ჩემი იზო ტოტალიზატორიდან ახალი გამოსულია და ბილეთს ამოწმებს და პანათინაიკოსის X1 ეჭვება და ამ დროს იქ ქუჩაში ერთმანეთს შეხვდნენ ბერა ივანიშვილი და ანზორიკო ბიწაცე.
ესე იგი, ანზორიკო ბიწაძემ რო დაინახა ბერა, მიესალმა რა, ვა, რეპი. რაზეც ბერამ მიუგო, ვა, ბელა ჩაო. სააკაშვილზე ვარ ნაწყენი. დიახ, ჩვენ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ვარ ნაწყენი, ეს არ არის სასაცილო, ისე ვარ ნაწყენი, რომ რა უნდა გააკეთოს მაგ კაცმა, რომ მაგისკენ გული მომიბრუნდეს და შეურიგდე და რა ვიცი, ხმა გავცე საერთოდ რა. ბატონო მიშა, ძალიან ნაწყენი ვარ თქვენზე, რა გააკეთა, იცით? ესე იგი, მე მაქვს მამაპაპისეული სახლი გორში, ჩემი გვარი გორიდან მოდის, ტატიშვილები ვარ ჩვენ. ჩემი დიდი პაპა დიმიტრი ტატიშვილი აშენებდა ამ სახლს. ცემენტი ვლადიკავკაზიდან ჩამოიტანა, იმიტომ რომ მაშინ კასპის ქარხანა არ იყო. იქ აგურები, იქ რაღაცი მშენებლობა მიდიოდა, ჩუმად მოუპარავს ეს აგურები, მოკლედ ააშენა ეს სახლი და ნუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ღირსშესანიშნაობაა გორში. ჩაბრძანდა ბატონი პრეზიდენტი, მოხვდა ამ სახლთან და ეკითხებიან, ბატონო მიშაო, ძალიან გთხოვთო ისე ნუწახვალთ აქედანო, აი ესო, ოთარ ტატიშვილის სახლიაო და ერთი ფოტო ხო არ გადავიღოთ. რა უპასუხა იცით? აი ვნახოთ. აი ამ საზღვრის სახლის წინ ვინ გადაიბშოთ? ხოჩახ. ბატონო მიშა, თქვენ რო ის რაღაცა ააშენეთ ავლაბარში. 10 მილიონი რო დაჯდა. მოვედი მე ვიყვირე ოპოზიციისთან ერთად რა არის ეს ოპოზიციასთან ერთად რა უბედურებაა თქო? ვიყვირე? არ მიყვირია. რითი არ მოგეწონათ ჩემი სახლი და ის ხიდი რო დამიდგი მტკვარზე? მოვედი ვიყვირე, შენ გორში არ გინახავ ჩვენი ხიდი. რა? არასდროს. თქვენ გონიათ მე შეგირიგებდით ბატონო მიშა? ნურას უკაცრავ. არასდროს. ოქტომბერში ჩვენ აღვნიშნეთ ძალიან ბევრი ლამაზი ქალაქის დღესასწაული. ჯერ იყო თბილისობა, იყო რუსთავობა, იყო მცხეთობა, იყო ცაგერობა. დღეს იმართება არაჩვეულებრივი, ულამაზესი იმერული ქალაქის ვანის დღესასწაული, ეგრეთ წოდებული ვანობა. ჩვენ მივავლინეთ სპეციალური და საგანგებო ბიჭი შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში. გუჯა, როგორ ხარ? აუ ძალიან მაგრად ვარ, შენ თავს ფიცავარ. შენ როგორ ხარ? ბოხორა? გუჯა, ნასვამი ხარ? ოთარ არ მესმის რა მკითხე? ნასვამი ხარ თქო? ოთარ არ მესმის, აქ მთვრალი გამგებელი და მუნჯი კაცი მღერის და იქნებ კითხვა გამიმეორე. კარგი, მომისმინე, რა ხდება ახლა მანდ? ამ დროისთვის ყველა ღონისძიება დამთავრებულია და ქეიფობენ ოთარ. ვა, კარგი ქეიფი მიდის? კი, ოთარ თბილისიდან ჩამოიტანეს თბილისობას მორჩენილი მწვადები, მცხეთელებმა მცხეთობას მორჩენილი ხინკალი, ცაგერიდან ლობიანი და ჩოხატაურიდან კაცი ჩამოვიდა. მეორე კვირასო ჩოხატაურობა თუ რამე თუ მოგრჩებათ, ჩვენ გამიგებთ. დღის მანძილზე რა ღონისძიებები გაიმართა? მოსახლეობას მიმართეს სიტყვით, ასევე ლექსი წაიკითხა ერთმა პოეტმა, ესეთი ლექსი იყო, რომ არც ისე ასაკოვანო, ჩემი გულის შადრევანო, იდღე გრძელე ჩემოვანო, მეც რომ დიდხანს გეთაყვანო. აჰა, ჩემი გულის შადრევანო, ჩემო ვანო, სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა ეს ლექსი. არა, ოთარ, ეს ვანო მერაბიშვილის დაბადების დღისთვის დაიწერა, მაგრამ ახაც წავაო რა. ახაც წავაო, რასერჩი წავიდა. რამე გიგანტური ხო არ გააკეთეს? კი, ოთარ, დღის 12 საათისთვის ცენტრალურ მოედანზე მოიტანეს გიგანტური ქვა. გიგანტური ქვა რად უნდათ? სცენა ყანყალებდა და გაამაგრეს. კარგი, იმერეთის მხარის ხელმძღვანელობა თუ იყო ჩამოსული? კი, გუბერნატორი იყო ოთარ მოსული, ჩვენ სუფრასთან მოვიდა, ერთი ნაჭერი მწვადი აიღო, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ეს არის სულ? არა, 10 წუთში მოbrunდა ისევ, ქონიანი ნაჭერი შემხვდაო. მეორე ნაჭერი აიღო და წავიდა ოთარ. ოთარ, ბოდი შეხლა უნდა დაგემშვიდობო, სუფრის წევრებს ცეკვა უნდა, მე მაგიდაზე დოლი უნდა დაუკრა. გუჯა მაჭარაშვილს ჩვენ ერთი კვირით ვემშვიდობებით. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს არის გუფის დაბადების დღე.
მე ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა შეიძლება აჩუქო გუფის და ბოლოს შევარჩიე საჩუქარი გუფი. მე შენ გაჩუქე რაღაცა. აქ ვერ მოვიტანე და ეკრანზე ვნახოთ თუ შეიძლება. გთხოვთ. როგორია? ეგ რა მინდაოთა? რა გინდა და წარმოიდგინე ამითი რომ მიადგები აულაბრილის რეზიდენციას და მიშა მოვედი. კარგია კი. როგორია? გადასა. კარგი, სად მოგიტანო ეს? აულაბარში პირდაპირ. და კიდევ ერთ საჩუქარი. ოღონდ ჩემგან არა, იმიტომ რომ შენ ძალიან პოპულარული ადამიანი ხარ ზოგადად საქართველოში და განსაკუთრებით პოპულარულია ჩემი გუფი მანდილოსლებში. შემაწუხეს ქალებმა. შემაწუხეს, რომ მე ვთხარი მომეცით საჩუქარი, მე თვითონ მიუტან მეთქი და არაო, ჩვენ თვითონ უნდა გადავცეთ საჩუქარი, გინდა თუ არაო, შენ შოუში უნდა მოვიდეთო, პირადად ვნახოთ გუფიო და მაგისტრის გვაქვს მომზადებულიო, არაჩვეულებრივიო საჩუქარიო და მე ვეღარ შევიკავე თავი ახლა 11 ქალი რო ხო ხვდები რა, არ არის ადვე. ხო რა და შემოვიყვან რა. გოგოებო, შემოდით. აი ეს არის ის 11 ქალი ვისაც ძალიან უნდა და აი გუფი ეს არის ჩვენი გუფი თქვენ რო გიждდებით გუფიზე შენთვის აქვს საჩუქარი აბა გოგოებო რა საჩუქარი მოუმზადეთ ჩემ გურამს გთხოვთ დიდი მადლობა. გოგოებო, დიდი მადლობა. ვიღაცა მეგობრებო, შემდეგი რუბრიკაა გადაცემისა. გახლავთ ახალი ამბები, ჩვენ დავნერგეთ ტრადიცია ახალ სეზონში, გთავაზობთ ახალ ამბებს, მოკლედ მას ასე, ახალი ამბები მოკლედ. მოამბე ახალი სახით. ერთი ჟურნალისტი ზედასართულზე აუშვეს, ლევან ჯავახიშვილი კი დასაჯეს და კუთხეში დააყენეს. საქართველოს მთავრობა არა მარტო ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, არამედ ახალ პროფესიებსაც. დავსაქმნი ვაუყურებ ოთრებს. მარკეტილში მამაკაცმა ცოლს
ცხენირემთან შეუსწრო. ფოთში გაიმართა შეჯიბრი სხვადასხვა მხარეს ნიჩბოსნობაში. თბილისის მერიამ ჩვენი ფულით რაღაც დებილობა იყიდა. ემისიურ პლაზმური სპექტროფოტომეტრი, რომელიც ერთდროულად აკეთებს 33 ელემენტს. ახალი საგანი ქართულ სკოლაში მეხუთე კლასელები უჟასების ხატვას შეისწავლნენ. განვაგრძობთ საინფორმაციო გამოშვებას და ახლა გთავაზობთ სიუჟეტს პინგვინებზე. საქართველოში მალე დაზამთრდება. ანტარქტიდაზე კი უკვე გაზაფხულია. გაზაფხულთან ერთად 5 მილიონი პინგვინი ახალ ადგილზე იწყებს გადაადგილებას და იქ ბუდეებს იშენებენ. ბუდის ასაშენებლად პინგვინებს კენჭები ჭირდება, ბევრი კენჭი. იმიტომ რომ კარგბუდიანი პინგვინები უფრო მაგარ ნაშებში თავენ. მაგრამ ანტარქტიდაზე კარგი კენჭის პოვნა იოლი არ არის. It takes stones of all shapes and sizes to build a decent nest, and finding ones that are just right is not easy. So some penguins და მაშინ ზოგიერთი პინგვინი კრიმინალზე მიდის. გაქურდული პინგვინი ბეჯითად განაგზობს მუშაობას და ვერც წარმოუდგენია, რომ ქურდი მის თვალწინ იმყოფება. The thief's nest is coming along nicely. ქურდის ბუდე სწრაფად იზრდება, თვითონ კი ფხიზლად ადენებს თვალს მეზობლებს. ეტყობა ის ანდაზა ახსოვს, კენჭის ქურდის ქურდი ცხონდაო. გამოშვებას სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკაში პოლიციის საუკეთესო ეკიპაჟთა დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადებიან. საუკეთესოთა ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია ქვეყნის ყველაზე ცუდი ეკიპაჟი. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისნეილენდი გაიხსნა. 6-ვე ბავშვი გახარებულია. პაპარაცებმა მოახერხეს და პირველ მოდელ ძაღლს სურათი გადაუღეს. გზის მხაზავი მანქანის მძღოლი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ფაქტი სახეზეა. ნაურუს პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ელჩების კანდიდატურები, მათ საერთო სურათიც გადაიღეს. დიდი მადლობა. შემდეგი რუბრიკა გახლავთ პირადობის მოწმობის ფოტოები. ჩვენ უკვე შევთანხმდით ორ გადაცემაში, რომ ადამიანი არსად არ გამოიყურება ისე სასაცილოდ, როგორც პირადობის მოწმობის ფოტოში, განსაკუთრებით თუ კი ეს პირადობის მოწმობა არის მისი პირველი, ასე შემდეგ. შეგახსენებთ იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა ავტორისგან ჩვენ გვჭირდება თანხმობა, რათა მათი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ეთერში ამ ფოტოებს არ გაუშვებთ, ასე რომ შეიძლება სულ მალე თქვენთანაც მოვიდეთ თანხმობისთვის. დღეს გთავაზობთ ძალიან პოპულარული ტელესერიალის გოგონა გარეუბნიდან, ვიცით ყველა ეს ტელესერიალი, აი ამ ტელესერიალის მსახიობების პირადობის მოწმობის ფოტოებს. მაშ ასე დავიწყოთ. პირველი გახლავთ ბატონი ზურაბ ცინცქილაძე. შემდეგი არის ქალბატონი მარინა კახიანი. და ნატო გაგნიძე. შემდეგი გახლავთ ქეთი კანტიძე. რუსკა მაყაშვილი.
თიკო მახარაძე. ზურა ჟღენტი. მამუკა მუმლაძე. ნატალია ბერეჟიანი. და გიორგი ვარდოსანიძე. განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ აბა იმედში ოპოზიციონერებს არ იწვევენო. ამ რუბრიკაში ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური. დიდი მადლობა ბატონო ზვიად. პირველ რიგში რომ დაგთანხმდით, მობძანდით, შორიგზა გამოიარეთ. გაიხარე შენ ცოლშვილში. დიდი მადლობა, აიხარე ჩემი ცოლი, მე გაგაცნობთ, იმიტომ რომ არ მიჯერებს ხოლმე რომ ვეუბნები რომ ვიცნობ ზვიად თქო და იქნებ ახლა მაინც დაიჯეროს რომ მე ოპოზიციონერებსაც ვიცნობ. სახელი გაქვს გატეხილი. ბატონო ზვიად, დავიწყოთ ხო? რა? შეკითხვები. 7 ნოემბერი ახლოვდება. 7 ნოემბერი იმედის დარბევის 4 წლისთავი. ეხლა რო იყოს აქ ბატონი ზვიად სიჩნავა, იტყოდა რომ ზეიმი ახლოვდება იმედის დარბევის. დღესასწაული. გახსოვთ ალბათ ხო? კარგად. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ დაარბიეს, როგორ გატანჯეს ეს ჟურნალისტები, აი მე მაინტერესებს რას ეტყოდით თქვენ აი ამ დღემდე გაწამებულ, დატანჯულ და გაუბედურებულ ჟურნალისტებს. გიორგი თარგამაძეს, ლევან ვეფხვაძეს, ინგა გრიგოლიას, ახვლედიანს, აი რას ეტყოდით ამ გაწამებულ, დატანჯულ ჟურნალისტებს? ესე მათ ბედად დაუნგრევიათ და დაურვევიათ იმედი. მე სხვათა შორის მაგ დღეს მახსოვს აქ ვიყავი დარბევის დროს ზუსტად ტელეკომპანია იმედში. რამდენიმე პარლამენტარი იყო კიდე ჩვენთან ერთად, მათ შორის ვალერი გელბახიანი, კოჩა ჯოჯუა, არ ვიცი არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ კედელზე აი ესე ვიყავი მიმდგარი და ნიღბიანი კაცი უკან აი ესე ფერდში მქონდა ავტომატი ზლულა მობჯენილი პირდაპირ. ასე რომ 4 წელი თუ გავიდა ამ დღიდან, ესე იგი მეც რაღაცა მაღარიში მეკუთვნის, რომ იქ არ გამაფრთხობინეს იმ დღეს სული. ხო, მაგით თქვა მინდოდა რომ თქვენს შეხედულებაზე თუ ვიმსჯელებთ, ესე იგი არ განზრეულ ხართ იქ და მშვიდად იდექით, ხო? გესროდნენ ალბათ, ხო? საიტის რიკენჯებს. მე? ჯერ არ ვიცი. მე ერთ კეთხვი. ჯერ არ ვიცი. შენ ეხა მე სიტყვა გადამიკარი იმაზე, რომ ცოტათი გავსუქთი ამ ბოლოთ. და მე ერთი რჩევა მოვიტანე შენთან. დიახ. ეხა შევწუხდი რო გნახე კაცო. კალცი დალიე, კალცი. მადაზე მოხვალ. მადას უხდება, ესე ვიცი ბავშვობიდან. ეს კუკავასაც წავიდა კაცო. წავიდა რა. ხოიც ქვეყანა დიდია. ეხა
ბოლო მამაშვილი დიუმა დაშორდა ერთმანეთს და თავისი პროზაული ნაწარმოებები ცალკე დაიწყეს შექმნა და ხა პოლიტიკაში წოით თავისუფლებაა. ყველა ვისაც სად უნდა იქ წავა. ბიძინა გუჯაბიძე გაუშვით პარტიიდან? ეხლა შენ რა გეტყობა, იცი რომ საერთოდ გაუთვითცნობიერებელი კაცი ხარ პოლიტიკაში. ეხლა ბიძინას გაშვება შეიძლება პარტიიდან. მე ვამბობ რომ ბიძინა ხარ რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ნაკლი აქვს, ერთი არა ორი. ერთი რომ არის გურული და არ არის იმერელი და არის გუჯაბიძე და არ არის ივანიშვილი. რაც ლაპარაკობ. აი დაუშვათ ბატონო ზვიად. დაუშვათ. რა? თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში. დაუშვათ კი არა ეგრეა. რა უნდა დაუშვა ეხლა? ეს დაშვების სფერო ეს იყო ადრე, ბნელი რო იყო ხალხი აი იმ პერიოდში. ანუ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში. ხაპა რა. ხო გახსოვთ ჩემ შოუში ვინ მოგიწვიათ? მახსოვს. რუსთავი ორს რას უპირებთ? რომ მოხვალთ ხელისუფლებაში. აუ რუსთავი ორი არის მაგარი იუმორისტული ტელეკომპანია რა და გეტყვით ეხა რატომ რა. კაცო ღვინოს ფალსიფიცირებულს რო აკეთებდნენ კომუნისტების დროს ამბობდნენ ნაღდი და ნატურალური ღვინოაო რა ნამდვილად. რუსთავი ორის კურიერის რეკლამა იცით როგორია წერია ახალი ამბები კეთდება აქ. ესე იგი ასეთი გულწრფელი აღიარება ანუ ახალ ამბებს კი არ მოგაწოდია კი არა კეთდება რა უბედურებაა კაცო. მე რა ვიცი ახლა რუსთავი ორთან დაკავშირებით რა ვიმჯერლოთ ვედაშენ მე რა ვიცი ნახოთ. და თქვენ როგორ გონიათ რამე მონახაზი გააქვთ? ეხლა ეგენი მახაზინი არაფერი მონახაზი არა მაქვს. ყველაფერს და ყველას მოეხაზება როგორც საჭიროა ისე შეუმბატონო. ესე იგი ერთ კენჭსაც ვისვრი რა. დავაი, იყო დიდი არ მოგივიდა. რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილზე? მე ერთ გეტყვი რა. ის როგორ იყო მობილურზე რო ჩაგირიცხა? ჩამერიცხა. ხო? ჩაგერიცხა, ხო? ჩამერიცხა. რას ფიქრობ? რას ფიქრობ და მე ვთქვი რომ ახალი პოლიტიკოსი მომეწონა და გვერდში უნდა დაუდგემეს. მე გეტყვით რომ პოლიტიკური სიტუაცია რომ შეიცვალა ამას შენს კარგად გრძნობ. სააკაშვილი შეიძლება რამეს თქვა? რა თქმა უნდა. შეიძლება. სააკაშვილიც კარგად გრძნობს დღეს გუშინ იყო ტყიბულობა, დღეს არის ვანობა, საჩხერობა როდის იქნება, როცა ნახავთ თქვენ და ესე იგი იმერეთზე განსაკუთრებით, როდესაც აქცენტები გადავა, ნახავთ რომ ყველაზე კარგად და ადეკვატურად ამ საკითხზე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მან იცის რომ ეხლა ქართლელი იყო, იმის წინ გურული იყო, იმის წინ მეგრელი იყო, იმის წინ კიდე ქართლელი იყო და ეხლა გვაცალეთ იმერლებს გონაცვალ. ესია საკ. მე თუ არ ვწდები თქვენ თავის დროზე, აი იმაზე კიდე უფრო ბნელი რო იყო ხალხი. ხო. ხართ გასამართლებული სამშობლოს ღალატის მუხლით. კი. ხო? კი. ანუ აი პირველად ველაპარაკები სამშობლოს მოღალატეს ასე. ხო და იგი ესეც მიღწევა. ციხეზე რა ხო ამას ხო არ მოგვიყვებით. ციხეში რა სიტუაცია იყო მაშინ? მინდა შეეგუო რაღაც ფსიქოლოგიურად სიტუაცია. ხო, რა ვიცი, არა, ეხლა სხვა ციხეებია მაინც. არა, ეხლა მაშინდელი ციხე და დღევანდელი კი შემიძლია გავიცენო სახალისო ამბები არის, რა თქმა უნდა, მოსაგონებელი. ბევრია, რა დალევს რა არის. ჩვენ მაშინ პოლიტიკური პატიმრები ბლომად ვიყავით, საწყვეტად ვიყავით ციხეში, მოკლედ ისეთი დიდი რაოდენობა ძალიან და მოჯელი მქონდა სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი და მე ჩემს განაჩენში ეწერა პირდაპირ რომ მე ვიყავი ბანდიტი იმ ბანდიდან, რომლის ატამანიც იყო ზვიად გამსახურდია. ეს ეწერა ჩემს ბრალდებაში შავით თეთრზე. და იქ ახლა ბუნებრივი ადმინისტრაცია ხა მკაცრად არ გვექცეოდა, იმიტომ რომ იცოდნენ რა ბანდიტებიც და მოღალატეებიც ვიყავით რეალურად. და ამიტომ პატარა ძაღლის ყოლის უფლება მოგცეს. ძაღლის ყოლა არ შეიძლება საერთოდ ციხეში, იმიტომ რომ ძაღლი შეიძლება გაწვრთნა და შეიძლება უკბინოს ციხის თანამშრომელს. ან მოიხმარო იმაში, რომ გაათხრევინო გვირაბი. სად უნდა უკბინოს? სად უნდა უკბინოს და სადაც მიწვდება, ჩემო ოთარდა. ჩვენი ძაღლი პატარა იყო და ნახტომშიც კი მიწვდებოდა ალბათ ძალიან სუყედარ ბილადგილებში. ამიტომ შემიძლია
ხო, ეს გვირაბის გათხრაში შეიძლება დაიხმარო და ნუ მოკლედ ესეთი ამბავია, ძაღლი ძალიან საშიშია. გვეუბნებოდა კოლონიზურს თუ გინდა კატა იყოლიეთო. ჩვენ უთხარით რომ ეხა პოლიტიკური ტაჩოვკა მაინც ხო იცი რა არის და უთხარით რომ კატად გააფორმე ძმაო, ჩვენ არსად არ ვიტყვით რა გინდა. და ჩარლი ყავდა, ჩარლი ესეთი პატარა პუდელი იყო, თლაცუბთაჯიშის არ იყო, მაგრამ ნუ არაუშავ დილით რო ავდგებოდი, ფოსლები მქონდა ჩემთვის გადად მაგალითად. ძალიან დამჯერე და ჭკვიანი ძაღლი იყო და 4-ჯერ გადავარჩინე ჩეჭმას. ესე იგი, ხახვი აშიშხინებული, პამიდორს იქეთ ვიღაცა ტომატ პასტას რაღაცა, ციხეში არის ეგეთი კოლონიებში პატიმრებს აქვთ ეგეთი გავრცელებულია, რა ვიცი, ეს მითოსის დონეზეა ყვანილი, რომ ძაღლის ხორცი უხდება ფილტვებს და ვინაიდან იქ არის ტუბერკულოზი ძალიან გავრცელებული, ხშირად ხდება ამ ძაღლებზე ნადირობა და ესე იგი, ჩემი ჩარლი 4-ჯერ გადავაჩინე პირსისხლიან, ესე იგი, ძაღლიჭამია კანიბალებს, რომლებიც ბლომად იყვნენ ამ კოლონიაში და ნუ ჩარლის რა გასაკვირია ახლა ერთი ასეთი კურიოზული ამბავი მოხდა. დეპენკა ქვია. დეპენკა არის დიდი თანამდებობის კაცი კოლონიაში. ახლა 900 პატიმარი აბარია ერთ ცვლას და იმ ცვლის უფროს არ ვიცი როგორი შიფრება აღარ მახსოვს, ახლა ცვლის უფროსია. ნუ სულ 2 წლის უფროსია და ყველა პატიმარი ესე იგი მოწიწებით და ის არის ნუ დიდი თანამდებობის კაცია რა ახლა კოლონიაში. მოიყვანა შავი დასავლეთ გერმანული ნაგაზი, რომელიც ნუ ძაღლზე მეტი იყო გაცილებით და აფრქვევდა ცეცხლს თვალებიდან. 10 მეტრზე ვერ მიეკარებოდა ვერავინ და დიდი გრძელი ჯაჭვით იყო დაბმული და ეს ძაღლი გეუბნებით რომ ესე იგი აი მისი კბილები რო დაგეთესა, ამოვიდოდა მეომრები რა, აი როგორც დრაკონის რაღაც ესეთი ძაღლი და ერთ დღეს ეს ძაღლი გაქრა. ეძებს ეს დეპენკა კაცო ამ თავის ძაღლსა. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ ახლა ამ ძაღლს ვინმე რამეს აკადრებდა, უბრალოდ ყველამ ჩათვალა რომ ამ ძაღლმა ვერ აიტანა დამცირებული, დაბმული მდგომარეობა, აიწყვიტა და სადღაც გაიქცა. ნუ მაინც ებნა მიდიოდა ამ ძაღლის და იპოვეს ერთი კვირის თავზე ამ ძაღლის შავი, უზარმაზარი ტყავი გადაკიდებული სადღაც ესე იგი სარდაფში. ესე იგი შეუხრამუნებიათ პატიმრებს ეს ძაღლი. დეპენკას ძაღლი. და ვნახე მე ამ საქმის გამხორციელებელი კაცი ვინც იყო. ერთი სუსტი შენზე გამხდარი კაცი იყო. სათვალეებიანი უკვე კრიტერიუმი ვარ, ხო უკვე რაღაცის კახექსის. კი და მორალი რა არის, იცი ამისი? ყოველთვის გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ერთი შეხედვით დაუმარცხებელ ძალას დაამარცხებს. ეს პოლიტიკაშიც ასია. ამ შემთხვევაში დეპენკას ძაღლს. ამ შემთხვევაში დეპენკას ძაღლი, მაგრამ იგავის არსი, ხო იცი რა არის? კი, როგორ არის, ასე მთლად პირდაპირ ხო. თავისთავად იქ რაღაცა ქვეტექსტებია და ვიღაცა უნდა ალეგორიები და ახლა იმ დეპენკას ძაღლში ახლა თუ ვინმე პოლიტიკური თანამდებობის პირი იგულისხმეს შენ პირადად, ნუ დარწმუნებული ვარ ალბათ ბაკურ კვეზერელი ან ვიღაც ესეთი, ხო? ახლა სხვა იგულისხმება. რატო ბაკურ კვეზერელი? რას ერჩით ამ ბაკურ კვეზერელს? რას ვერჩი, კაცო, შენ დააქციე სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბაკურ კვეზერელი მოხსნეს და ახლა ბაკურ კვეზერელი მე რას ვერჩი? რა იყო ეს თქვენ და კობა დავითაშვილი რა მანქანით მიხვედით ბიზნესთან? გეთქობა რომ იმედი ჟურნალისტი ხარ რა. ჟურნალი მე თქვენთვის შეურაცხყოფა ხო არ მომიყენებია? არა. რატო? შეურაცხყოფა არ მოგიყენებია. ცდელობა ქონდა, ცდელობა. კარგით რა, რატო არ იმედი ჟურნალისტი? უბრალოდ ვიკითხე, ხო? კაი, დავანებოთ ამას. მე იმდენად. თუ გინდა რომ დავანებოთ რა. რა გინდა რა რომ? არაფერი არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ ვისაუბროთ. მეკირავებინა კადილაკი და ვისულიყავი თუ რა დავდავეკი. არაფერი მაპატიეთ, პირს ნუ ამომაკერებინებთ, ხო? ბატონზვიათ, არა, დავანებოთ თავი, მე თქვენ იმდენ ისეთ დიდ პატივს გცემთ, აი გულწრფელად გეუბნები რა, ჩემოზვიათ რა. ეს აკუა? აკუა. კარგი, ბატონზვიათ. თქვენი ინიციატივით რამეს თუ გვეტყვით, თუ არა და მე ნელ-ნელა მადლობას გეტყვით კიდევ ერთხელ და აპლოდისმენტები ეს თქვენ გეკუთვნით, ამ ხალხის აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. მე უბრალოდ ჩემი ინიციატივით იმას გეტყვით, რომ ამ სამყაროში არაფერი არ არის მუდმივი და ეს ყველაფერი შეიცვლება, ამიტომ ფერადი უფრო ხალისიანი ჩაიცვი. არ არის არაფერი სანერვიულო. ფერად პიჯაკს ყველაფერი გამოსწორდება. რო ვიცოდე, ფერადი პიჯაკი. ეს მაქვს არა, პიჯაკი არა, კაცო. ახლა იმასავით ოლეგ პოპოვივით კი არ უნდა გაიგო. იმას ვამბობ, რომ ხალხი რაღაცა ცოტა ძალიან თალხებში ხარ და არა უშო. ოლეგ პოპოვივით არა, ეხა დიმიტრი შაშკინივით ვარ? ნუ ახლა ეგ სინონიმებია.
სანამ 4 წლის თავზე დაგვარბიეს, ვასრულებ რუბრიკას. ჩვენი სტუმარი იყო მართლაც ძალიან პატივცემული ადამიანი, ჩემთვის, თქვენთვის. ჩვენი სტუდიის მეგობარი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური. განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ კოლორიტი. კოლორიტის სტუმარია თინა რეხვიაშვილი. დავზანდით, ხალბატონო თინა, მოგესალმებით. ვაიმე, რატო ასეჩ? რა ვიცი, აი მომბეზრდეს კოლორიტობა. მოგბეზრდათ. მაშინ გეთქვათ და მოგიწევდით ოპოზიციის რუბრიკაში და ზვიად ძიძიგურს აქ მოვიყვანდი. აბა რა გავაკეთო მეტი? ხან ასე უნდა გაგვეკეთებინა. კარგით. ხალბატონო თინა, ცოტა ხმამაღლად მომახიანათ, იმიტომ რომ მე და ვინც გიცნობ, თქვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენ რისი შესაძლებლობა გაქვთ, რა საინტერესო ცხოვრება გაქვთ გავლილი, როგორი იუმორი გზნობა გაქვთ და პირველ შეკითხვას კითხავ, თქვენ წარმოშობით რაჭიდან ბრძანდებით, თუმცა წარმოშობით კი არა, რაჭველი ხართ, მაგრამ ხო თბილისში მუშაობთ. ეგ დროებით მე ისევე წავ. მე ისე ონის რაიონიდან თქვით. ხალბატონო თინა, რა ხდება რაჭაში ზოგადად? ამითი დავიწყოთ. თქვენი უსაყვარლესი საქართველოს უსაყვარლესი მხარე. ასე წავიკითხოთ, ფეხზე დავდგე. თქვენ როგორ გირჩევნიათ? მე აქვე გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ ამ რუბრიკას ჩვენ ვაკეთებთ ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან ერთად. დიდი მადლობა ეროვნულ ცენტრს და გიორგი უშიკიშვილს. სხვათა შორის ანსამბლი თუთარჩელაც ამ ცენტრმა მოგვაძებნინა. ახლა ლექსი რა ხდება რაჭაში დღეს? ბრძანდებოდეთ ხალბატონო თინა? კარგით. რაჭისა რა მოგახსენოთ? უკვე საცინა დაგვიგდეს. სიმინდი რა სოჩიკიც ჰიბრიდულები დაგვიდგეს. ინკანსატორიც გვაწუხებს, ქვეჩაგვიტარა აღწერა, სოჩიკმაც პოლუდენი და პოლუნაგავი დაწერა. არცაჩანს გამუდარება პოლიტიკური ამინდის, ჩემი ძროხუკაც ბალახზე კალკულატორით დამიდის. რეესტრის ცნობას ითხოვენ, ბახსაც ბოქლომი დაადეს, თხილით წაიღეს კაკალიც, რასაც კი თვალი დაადგეს, ვიდეო თვალიც დამყურებს, სულ კადრებს მიღებენ, ნატოში ქვევინ შემიშვებს, ბაღისკარს აღარ მიღებენ. იტყვირამეს და გიჭერენ, პატრული სახლში დაგვიდის, ვიდრე რაჭულად დაგკითხავს, მანამდე სროკიც გაგვიდის. შარშან იყო და საქათმის, ჩხრეკის ორდერი მომართვეს, ჩემი საწყალი ქათმები ტერორისტებად მონათლეს, საბუდრებს ეცნენ კონდახით, მოჩიჩქნეს მოსაჩიჩქნავი, ერთი მამალა დამრჩა და არც ერთი მოსაჩინჭლავი. ყიდან ფიჩხუტაც ვერ მომაქვს, არ გამითენეს მზიანი, ცრემლები მცვივა თვალთაგან სულ ხუთ-ხუთ კალიბრიანი. ის ჰიბრიდული ტაროკი, ვინც ჭამა დედა ეტირა, ჰიბრიდულ სულ არ ჰგავდა ბობოხიძეს რომ ეჭირა. ბატონო პარლამენტარო, გლეხის სიტყვა ალალი, ხელში რა დაგაჭერინეს, ჩემი საქმე სულ არ არის. სულ ასე ხომ არ ვიქნებით, აპოკალიფსის დღემოვა, ოქრუაშვილი ამჯერად გულან შაროდან შემოვა.
ეროსის საზღვრებს ჩახერგავს, სარდლებს დანიშნავს პოსტებზე, დემოკრატიას გვპირდება, როგორც ყოველთვის პოსლეზე. ნათელაშვილმა ამჯერად ლეიბორისტებს ანიშნა საშუთ ნოემბრო მიტინგი, მულღაზან ზაროს დანიშნა როსტევან მეფის ოფისში, აუყოლიათ, აულესიათ მახვილი. მოიწერა წავიკითხე. პარლამენტთანაც შემოვლენ სულ გადადექის ზახილით, ამ მიტინგებზე წამწალით. გადაგვაქციეს მათხოვრად, ადრე ხელგამოშვერილი, მხოლოდ ლენინი გვახსოვდა. ამდენი ცუდი ამბებით, ბოდიშს გიხდით თუ დაგზაფრეთ, კარგი ამბები თუ გინდათ რუსთავიორზე გადაარქვეთ. რო შემეშალა იქნებ. არა უშავს. ქალბატონო თინა, თქვენ ოჯახზე გითხარით 2-20 სიტყვით, შვილები? დიახ, 3 შვილი ყავთ, მამაჩემს და დედაჩემს, მამაჩემს და დედაჩემს ცოცხლები აღარ არიან და 2 და 1 ძმა. ჩემი ძმა არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ბიძინა ივანიშვილი ყოველ თვეში აძლევს 1000 ლარს და მე მიყვარს ბიძინა ივანიშვილი. აწი მეც მომცემს იმედია, კოლორიტებიც ხო შედიან. ჩვენ ბატონო ბიძინა დამიმახსოვრეთ რა. და სტუდენტობის წლებზე თუ გვეტყვით რამეს და კიდე თუ წაგვიკითხავთ რამეს, ქალბატონო თინა? დიახ, მე და განსვენებულია ჩვენი ზურაბ კაფიანიძე, სულ ერთად გამოვდიოდით კაფეებით. ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან. ეს კაფეობა მე უფრო ხევის მგონია და რაჭაშიც პოპულარულია. რაჭაში, რასაკვირველია, მთას ახასიათებს ეს. და ერთხელ ასეთი კაფეა მითხრა სცენაზე. სად დაგვეკარგე თინათი ეს ტოპ მოდელი ქალია. ეტოყობა უფლის ნებისად და გაფრიალებს ქარია. გათხოვება თუ გაჰბედე, გაიჯახუნე კარები, შეკალო ისეთ ასაკს ხარ, ძილსიც კი გაიპარები. გატაცების დროს აქსვლია, თვალს მოგირგია სათვალე, პანკიშიც თუ გაგიტაცეს, ესეც მიღწევა ჩათვალე, ეგრემც დაურჩი დედულას, გემღერო ჩემო ვენახო, სექსუალურად ჩაცმული ცირკთან არავის გვენა. მე ერთი სტროფით თქვენ პასუხობთ. ერთი სტროფით მოვსპეთელი კაცები და არა მარტო ბატონი ზურაბ კაფიანიძე. კენტად ფრენას ვარ ჩვეული, სულს ვერ მოუჭერ მარწუხებს, ჩემი ასაკის კაცებს ხომ ყველას პროსტატა გაწუხებს. მაგრამ ჩვენ სკოლაში ძალიან კოლორიტები და ჩვენ სკოლაში მუშაობდა გარდაცვლილი ახლა ბატონი გურამ გუდაშვილი სპორტის ოსტატი ბადროს ტყორცნაში მეუღლე ისევ ჩვენთან მუშაობს და ათლეტი პიროვნება 2 მეტროიანი და ცოლი ყავს ასევე სპორტსმენი ჩვენ სკოლაში არის ისევ და ძალიან გამხდარი სიმპათიური მაღალი ქალია ძალიან გამხდარი და ერთხელ გურამმა მომწერა ლექსი სკოლაშიც მიღებულია კაფეობა თანაც აჩი არველაძის სკოლაში 35 სკოლაში მუშაობს ქალბატონი თინა კოლორიტი დირექტორი ყავს ნამდვილად ვაიმე ორი კოლორიტი შეიძლება ერთად სკოლაში მე და აჩი არა მაშინ ისწავიდეს ვაიმე არ მომხსნას ეხლა მე არ მოგხსნით ნუ გეშინე და მომწერა ბატონმა გურამმა თინა გამამყე თაშია ერთად მაუმწყემსოთ ცხვარია მე კარგ მეცხვარე დავდგები შენ კი მწველავი ქალია ხანდახან წავი იმასქნათ არ კი მავიკლათ თავია ჩემი პასუხი ხალბატონი თინას პასუხი
ბიჭავ რას მეგდები სხვისკენ დააყენავია გამიშვი გავყვე ჩემს ბილი გძლივს მავისუქე თავია ვინ ჩვენთან წაიიმასქნა დარჩა ძვალი და ტავია ძალიან საინტერესო ეს კაფეობა. კიდე ხო არ გაქვთ რამე? კიდე არა, ისა ერთი ისა მაქვს კურიოზიო, რატო არ მკითხეთ? ყველას ეუბნებ კურიოზ. კარგი. ქალბატონო თინა, რაიმე კურიოზი ხომ არ გადაგხსენია? რაიმე როგორ არა, ძალიან ბევრი. რაჭიდან წამოვედი, ჩემმა ძმამ ცოლშვილი მოიყვანა და გამომაყოლა თავის მეგობარს და მითხრა ცოტაო ძილი უყვარსო და შენო ხანდახან შეეხმიანეო ეს მითხრა რა. რო დავიწყე ჭიორიდან და 370 კილომეტრი არ გავჩერებულა დავიწყე. ფაშაფშალა გიყვარსა თქო, გიყვართა თქო, კიო მიყვარსო. მაშინ უთხარ მოგიყვები სათიფ წავი და ქავთარი ცოლს დაუბარა ლელასა. წამომიღოდი ხავიწი სამხრეთ პურსავ ხმელასა იმ დღეს ქავთარის ნათიბი გაყვირებია ყველასა მე რამდენი კილომეტრზე ვარ თქვენ მე რამდენი გეტყვი ხო მე გამზრდელი დავიწყე ასექსი იყო ასექსი ერთი წამი კი ბატონო განვაგზავნე ყავს მე რა იცი მე უთხარი ისა ნესტან დარეჯანის წერი ტარიელსა თანამწერი აცაყვარ ჩქარა მოყვებ თორემ მაჩი აცაყვარესა მიუწეს გულა მოსკრილი მკირალი მისმანე ძრელმა დაუსის ისედაბოდა ვისალი დაწერა წილი მანადა რასა მკირალი ვარდი გაყი გამოსის უბრალოდ გამომწირან შეჩემო ესე უსკარი არჩევდა მონა ვაწერი ტანი კალმატო კალამი ნაღველს ამონაწები მე გადავედი ლეონიძეზე ყორღანებიდან ნოლი აფრინდა აბარბა დალი გადაიარა ვისა ამსდეკი უკრაინის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავი არა ქსანზე დარაგზედ ისე ყავიან ხოდა ბუნები თავთუხებისა შენი ტუჩები ისეთ კბილია როგორც ბადაგი დადუღებისა რომ მოვყევი და ბატონი ზურა ჩემი ძმის მეგობარი მე ვთქვი ეხლა მეტყვის აუ ქალბატონო თინა რა მაგარი ხართ ასე ისე და დიდი მადლობა და რაღაცა დიღომში შემოვდივართ და მომიბრუნდა და ვაიმეო ქალბატონო თინა ერთი წამით გაჩერდით მატორი მომასმენი არ ჩამეფუშა ესე ნიჭები როგორ დათოიტყო და ნიჭიერ ხო მაგარია ქალბატონო თინა დავღალე ხალხი არა როგორ გეკადრებათ ქალბატონო თინა დიახ რამდენი დამენიშნება ხელფას ქალბატონო თინა დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისათვის რომ არსებობთ იმისათვის რომ ასეთი ნიჭიერი ქალბატონი ბრძანდებით იუმორის ცნობით დაჯილდოვებული და მოკითხას გადავცემ ბატონაჩის თქვენგან და მოკითხვა აჩი არველაძე მომიკითხეთ ჩემი საყვარელი სკოლის დირექტორი ქალბატონებო და ბატონებო რუბრიკა კოლორიტი გახდათ ეს და შეუდარებელი თინა რეხვიაშვილი ახლა ჩვენ გადაცემაში კლიპის პრეზენტაციის დროა. მოგეხსენებათ აქამდე ყველაზე პოპულარული, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე საქართველოში ყველაზე პოპულარული დუეტი იყო დუეტი ჯორჯია. თუმცა მათ გამოუჩნდათ ძალიან სერიოზული კონკურენტი, ეს გახლავთ დუეტი კავკასია. დავით აქუბარდიას და პაატა ზაქარეიშვილის შემადგენლობით. უკვე ჩაწერეს პირველი სიმღერა დუეტმა კავკასიამ და დღეს ექსკლუზიურად ღამის შოუში ოთარ ტატიშვილთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დუეტი კავკასიას ახალი კლიპი. გთხოვთ. საერთოდ ცნობილია რომ თეატრი ვერ იტანს ორ ბარიტონს. ხო. არა არ უნდა რევოლუცია. არა არ უნდა რევოლუცია. მოდი ყოველ დღე დავიმუშავოთ აი ეს სავარჯიშო. არა არ უნდა რევოლუცია. არა არ უნდა რევოლუცია. რა საზოგადოებაა ის პოლიტიკოსები არიან. იქეთ არ წახვიდე ხრამია, აქეთ წამოდით, აბალახია.
აქეთკენ წავიდეთ, რომ ნელა-ნელა გამოვიჯოთ, რაც შეიძლება მეტი. სააკაშოს მიერ გაბრუნებული და დაბოლებული. კარგად საუბრობ და. რობიკოდი, რატო უყვარდა ტყის ხალხს? რობიკოდი ხალხი ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებს. ძალისმიერი მეთოდებით. აცალეთ. არებო გაჭაღე, არებო გაჭაღე ესე არ არის, მეისრე იყოს მაჩოს. დასრულდა ეს დღე და არის ყველა ფედერაციის მოგდენი აღარ იქნება და დაველოდეთ. არა არ უნდა რევოლუცია. დაველოდეთ. არა არ უნდა რევოლუცია. ეკია ეფექტური მეც არა ვარ იდეალ, მე ძალიან ბევრი არ მეშრება. მე რატომ ახმას? аса მეფეს და გამყირვებია. არა არ უნდა რევოლუცია. კარგად საუბრობ და. მე რატომ ახმას? аса მეფეს და გამყირვებია. არა არ უნდა რევოლუცია. არა არ უნდა რევოლუცია. არა 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 ძალიან კაი კაცი იყო, მე დავჭერ დამთელი საათი თითქმის ვისაუბრებ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ვიდეოები, რომლებიც YouTube-ზე ვნახე. მას ასე პირველი ვიდეო მეც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მართლა არ მინახავს წინასწარ, თურმე ამ ვიდეოში მეც ვარ ნახსენები და ძალიან მაინტერესებს თუ როგორია ეს ვიდეო. მას ასე პირველი ვიდეო დღეისათვის ეთერშია ტელეკომპანია კავკასია. ხო, ეგ არის მექიმი რომ თავაროლშია. აუ, რამდენად მომწონდა და მიყვარდა, როდესაც უყურებდი იმ შუაკალახში. ეს რა გადაცემაა? ვითომ რო ესეთი უკბილო ხომრობები, სად მიწურები, რას მიწურები პოლიტიკაში, თან რო ნამდვილად არც ახუმარო არ იყო. ის ხონდა ჩაწერილი, ხო ციცილის ისინო, ხახახახახახახა რო ისინის ხონდა. ვინც უნდა გაეცინა მაგაზე ტექნოლოგია. იმედი, აი არის ის ხოჩორის იმედი არის այդ ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში ბინძურა ეს ხოჩორის მაგიჩმა დამირეკა და ხალხშვილობეთკი ბინძურ კანტონაში მუშაობეთკი არა სიბინძურეს აკეთებს უფრო აკეთებინებენ უსო აკეთებინებენ ამ ხელა კაცია ასეთი პოპულარობით და სიყვარულით სიყვარულით ბაბატი 140 ლარი ესეთი სიყვარული რასაძლევენ ამეთ კომედიში ოჩიო ეს უკიდმე 5-5000 აიღებ კაცო იყო ეგ შუა ქალაქში და იყო ყველა საყვარელი ადამიანი ახლა ის პროექტი მოკდა აი ამიტომ უნდა შეგო ყველაფერში თავი ესი ერთუდი მე მართლა არ მქონდა ეს ვიდეო ნანახი ნუ ახლა რა უნდა ვთქვა ხო უკბილო ხუმრობა ნუ გასაგებია ნუ ახლა იუმორი ეს ძალიან სუბიექტურია და ვიღაცას რაღაცა მოგწონს რაღაცა არ მოგწონს მაგრამ ის რომ რაღაც სიცილებია დადებული და ეს არის თითოეული აი ადამიანის შეურაცხყოფა რომელიც დარბაზში დადის ჩაწერაზე თვითონ იციან ეს სიცილი დადებულია თუ არ არის რა და
და ეხლა სიბინძურეს აკეთებს მართლა ნამეტანია რა და